საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ირაკლი თურმანიძემ თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა დიმიტროვსკანმა ორივე მოძრაობაში 3-3-ით დაგამოიყენა ორჭიდის ჯამში 435 კილოგრამი დააგროვა და ევროპის ჩემპიონს უკრაინელ ოლეგ პროშას მხოლოდ ზედმეტი პირადი წონა 84 გრამით ჩამორჩა. ატაკში 10 ჯგუფში 8 წევრიდან ყველაზე მაღალი საწყისი წონა 192 კილოგრამი თურმანიძემ შეუკვეთა და შრანგა საკმაოდ ადვილად აიტაცა, ასევე პრობლემა დაძლია 197 და 201 კილოგრამიდან მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მას შეუკეთეს შედეგი მხოლოდ რუსეთის ნაკრების წევრმა ჩინგის მოგუშკოვმა აჩვენა, რომელმაც ჯამში აწია 435 კილოგრამი. ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალისტები ვარ და უფრო უკეთესი შედეგი გვინდა. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ და მინდა მიულოც ჩვენ სპორტსმენებს ეს წარმატება და ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმატება არ არის უკანასკნელი, მათ დაემატებიან სხვა სპორტსმენებიც, ამიტომ მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას, რომელმაც მართლაც კოლოსალური შრომა გაწიეს იმისთვის, რომ გულშემატკივრები მოსულიყვნენ და გულშემატკივრად ამ სპორტის სახეობებით, რომელშიც ჩვენს 3 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. რა გითხრათ, ოქრო რომ ჯობდეს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა იმ მომენტისათვის შეიძლება ისეთ არ იმართა, რომ იმ მომენტის ოქრო გქონდა, თუმცა ვიცოდი, რომ უკრაინის სპორტსმენი გაცილებით მეტ შედეგებზე იყო მზად, ამიტომ აიც ზედმეტი რისკი არ გავწიე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება ნელა დამიგროვდება და შემდეგ შეჯიბზე მეცდები, რომ ჩვენს სპორტსმენებმა უფრო მაღალი ხარისხის მედლები მოიპოვეს, თუმცა უროცავ ირაკლის, უროცავ ძალიან ქართული ძალოსნობას და ყველა გულშემატკივარს თეთრ შემოყვანას, ამიტომ ცოტა დაგვაგდა, თუმცა ეს განსაკუთრებადია მომავალში. მიულოცავ ირაკლი თურმანიძეს, მიულოცავ რა თქმა უნდა ფედერაციას, საორგანიზაციას და რა თქმა უნდა თლიან საქართველოს ამ გამარჯვებისათვის. ეს გამარჯვება ითვლება, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენთან თბილისში, საქართველოში ტარდება, საორგანიზაციო მხრიდანაც ყოფილია ჩვენი სტუმრები და რა თქმა უნდა ის მედლებიც, რომლებიც ბოლო დღეს ირაკლის მიერ მოპოვებული და სულ ასე გახარებული ყოფილიყოს. და წინ გვაქვს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო და წინ გვაქვს უკვე მეორე ოლიმპიური თამაშები. ჩვენ ერთად გავიარეთ იქ მისვლის პროცესი რაღაც კილოობით იყო, მაგრამ საბოლოოდ არ შეიძლებოდა ესე გადაწყვიტა და როცა მორჩა ყველაფერი მე გამორჩა რომ შეიძლებოდა ეს 1-2 კილოს დამატება, რაც უდავ სპორტია. თუმცა მადლობა უპალმიდათვის რომ მედალზე ვიბრძოლე, სად ვიყავი ფაქტურად, კარგად ვიყავი და უმედლოდ არ დავჩენილიყავი და ვამეპატიებოდა.